გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვიტ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. გამოშვებას კახეთში ქართველ მეკორწილეებსა და რუს ტურისტებს შორის მომხდარ ამბავს მივუძღვნით, რომელსაც ლოკალური ინციდენტის შინაარსის გარდა ფართო სახელმწიფოებრივი კონტექსტიც აქვს. თელავში სასტუმრო აგარანის მამულში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი წაუყენეს, მაგრამ პროკურატურა პატიმრობას აღარ ითხოვს და გირაოთი გათავისუფლებას დათანხმდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ეხება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე ეხება ქორწილის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ჭიღლაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მუშტი ჩაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებულები რუსი ტურისტები არიან. დაკავებულის მხარე მომხდარს რუსი ტურისტების მხრიდან პროვოკაციას უკავშირებს. მაშინვე გავრცელდა დაპირისპირების ვიდეოები ორივე მხრიდან და მოგვიანებით ასავალ-დასავალის პრორუსმა ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ ერთ-ერთ ტურისტთან ინტერვიუც ჩაწერა. Ты не дома, ты у нас дома. Ты у нас дома, так что заткни пасть. Я не считаю, что мы провоцировали как-либо. Мы не делали то. Ართული რომ ჩვენი მხრიდან იყო პროვოკაცია. ჩვენ არ გაგვიკეთებია ის, რასაც ამბობენ ინტერნეტში. არაფერი არ გადაგვისხამს და არ ჩაგვისხამს. 5 გოგო ვიყავით, ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნად. მარტო გოგოები, ბიჭები არ ყოფილან. მეორე მხარეს დღესასწაული ჰქონდათ, ქორწილი იყო. ჩვენ დაახლოებით 9 წუთებზე შევედით სასტუმროში. შამპანიური გავხსენით და შეიძლება წვეთები მართლა ჩაისხა, როგორც ისინი ამბობენ. თუმცა ეს არარეალურია. იქ სახურავია, ჩვენ არსად გავსულვართ, მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებოდით. შეიძლება რაღაც გაუგებრობა იყო, შეიძლება სიტყვიერი დაპირისპირებაც, თუმცა ჩვენი გოგოები არ ილანძღებოდნენ და არც იგინებოდნენ. მეორე მხარემ დაიწყო ლანძღვა. პოლიციამ მხოლოდ მეორე დღეს დამკითხა, ცუდად არ მოგვცევია, მშვიდად აგვიხსნეს, რა უნდა გავგაკეთებინა და რა შეიძლება ველოდოთ შემდეგ. აგარანის მამულში მომხდარი ამბის მთავარი მოწმეა ქორწილში მიწვეული მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის წინააღმდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. მრელაშვილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ მას ჩვენების შესვლას აიძულებდნენ, რადგან უკვე დასრულებული გამოკითხვის შემდეგ მომღერალი პოლიციელებმა ძალით უკან შეაბრუნეს, რის დროსაც მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა. აღსანიშნავია, რომ მრელაშვილი არის ის მოწმე, რომელიც ყველაზე მეწყვება ტურისტების მხრიდან პროვოკაციაზე. პროვოკაციის შესაძლებლობა, როგორც მოწმეთა არგუმენტი აღნიშნულია ასევე შსს-ს განცხადებაშიც. რა მდგომარეობა აგარანის მამულში მომხდარი საქმის გარშემო ამ დროისთვის და უსაფრთხოების რა გამოწვევასთან შეიძლება კონდეს საქმე ქართულ საზოგადოებას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ღრმა ტრაუმული გამოცდილება აქვს. სალომე ბოკუჩავა გვიამბობს თბილისიდან. სოფელ რუისპირში აგარანის მამულებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მისი პოზიცია ჩვენთვის უცნობია, რადგან ოჯახის თხოვნით ადვოკატი განცხადებას აღარ აკეთებს, თუმცა გუშინის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქორწილში სიძის ძმას წარმოადგენდა, რუსი ქალების პროვოკაციას წამოეგო. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს თავად დაზარალებული ქალის უფლება დამცველი ლალი აფციაური ამბობს, რომ უკვე კონფლიქტის შემდეგ გაკეთებული განცხადებები გავს ჭიქაში ქარიშხალს. მისი განცხადებით დაზარალებულ ქალსა და მის მეგობრებს გამომძიებლებმა მოაწერინეს ხელი, სწორედ ამიტომ ისინი დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებული არ მონაწილეობდა რაიმე სახის კონფლიქტში, რომელიც სასტუმროში ქორწილის სტუმრებსა და რუს ტურისტებს შორის მოხდა და ქალი იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში ინციდენტამდე ბოლო 9 საათის განმავლობაში. ადვოკატი სიღრმეში ვერ შედის და დეტალებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებული მამაკაცის დასჯას კანონის სიმკაცრით ითხოვს. სულ იყვნენ სასტუმროში შესულები სადღაც 9 საათის. გოგონები ამბობენ, რომ ავიდნენ სასტუმროში, ეს რომელსაც ცხვირი აკატეხილი აივანზეც არ გამოსულა, იწვა. იდრე კარებზე არა ტყდა ბრახუნი, ეს გოგონა ადგილიდან არ ამცადა. და ბრახუნი რატომ ატყდა ქალბატონო ლალი? ერთ-ერთ მათგანს რომელსაც შამპანიური გაუხსნია აივანზე, ხმაურით და შეიძლება შეხებებითაც, მაგრამ მაინც სულ რომ ესე შეჯანჯღარებინა ეს ბოთლი და ისე გამოესვა შამპანიური და აი ამ შამპანიური შეხებებმა შეაწუხა
თუ კი მიაღწია იქამდე ჭიქაში ქარიშხალია რა. რა სიტყობს დაზარალებულია? დასჯა სიტყობს კანონის შესაბამისად. არის თუ არა ქვეყანაში რუსების ექსპანსია და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? ყოფილი დიპლომატი ზურა ფარჯიანი ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მისი განცხადებით, როდესაც ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, აუცილებელია ქართულმა ოცნებამ, როგორც მმართველმა ძალამ, საპატრულო პოლიციამ და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა ერთობლივად, რაციონალურად ითანამშრომლონ, იმუშაონ და რისკები გათვალონ. სწორედ ასე არის შესაძლებელი, რომ თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის დაპირისპირება ქართველებსა და რუს ტურისტებს შორის, როგორც ეს მოხდა კახეთის მაგალითზე. მაგალითად ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე არ არის ვალდებული იცოდეს ქვეყნის უახლესი ისტორია. ამიტომ სასურველია, რომ ქვეყანაში შემოსვლის დროს საზღვარზე მას გადაეცეს შესაბამისი ბუკლეტი, რათა მოხდეს მისი ინფორმირებულობა, რომ ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ფარჯიანი თვლის არაერთ საკითხს, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საფრთხეები იყოს აცილებული. ყოფილი დიპლომატი ხაზგასმით ამბობს, რომ რუსების ინფორმირებულობის გარდა აუცილებელია ზოგადად ქვეყანაში ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს. ექსპანსია ხდება. პრობლემა არის შემდეგში, როდესაც ქვეყანაში შემოდის განსხვავებული ენის, კულტურის, პლუს მოდი რუსებს უნდა უკარგავთ ამ შოვინიზმს და იმპერიალიზმს განსხვავებული მიდგომის ამ ხრივ ხალხის დიდი რაოდენობა. აქ ძალიან საჭიროა გათვლილი და რაციონალური პოლიტიკა და ეხლა რაციონალური და გათვლილი პოლიტიკა ქართულ ოცნებას არ აქვს საშუალო წვიმების მართვის მიმართ. ელემენტარულად საზღვარზე შეიძლება ბუკლეტი გადასწერო, აი საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და შენ ეს უნდა იცოდე. ტურისტული ობიექტი იყოს მეტნაკლებად გაფრთხილებული, რომ თუ რამე მსგავსი კონფლიქტი იქნება, აუცილებლად სასწრაფოდ თქვა დაურეკეთ პატრულს, თუ მიტებული ყურადღება იყოს მსგავსი კონფლიქტების მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი მიშვებული არის თვით დინებაზე და ეგ არის ყველაზე საჭირო. ამ ეტაპზე რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვი იმდენად დიდი გახდა, იმდენად მოკლე დროის განმავლობაში, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს, აი ეს ეთიკით დაწყაპუნებით. კახეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულია ერთი მამაკაცი, დაშავებულია ერთი ახალგაზრდა ქალი, დაწყებულია გამოძიება. უკვე მეორე დღეა საგამოძიებო სამსახურში იკითხებიან როგორც სუფრის წევრები, ასევე რუსეთის მოქალაქეები, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ბრალის წარდგენა დღის ბოლომდე მოხდება დაკავებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ხსიერება კიდევ უფრო მეტს იტევს აი ამ ტრამვირებელი ისტორიების შესახებ. როდესაც შენ იცი, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები ღია ჭრილობებით, რომლებმაც დაკარგეს აფხაზეთის ომში, რუსეთთან ომში, რუსეთის ომში 2008 წელს ახლობელი ადამიანები, დაკარგეს საცხოვრებელი ადგილები, გახდნენ დევნილები საკუთარ ქვეყანაში. როდესაც შენ იცი, რომ არსებობს, ასე ვთქვა, ჩვენს სადაც ჩვენი თვალი წვდება წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტები და ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამას და გმირებად შევრაცხეთ და მე ესეც რაღაცა ისეთი საკითხი აღმოჩნდა. ხო, როდესაც აი მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ჩვენს გარშემო, წარმოუდგენელია, რომ ეს არ გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ ეს არის ფაქტობრივად საზოგადოებაში ჩადებული ნაღმი, რომელიც არავინ არ იცის, როდის აფეთქდება და შეიძლება აფეთქდეს საკმაოდ საბედისწეროდ. კახეთის სასტუმროში ინციდენტს გამოხმაურება მოყვა რუსულ მედიაში. თავად რუს ტურისტებზე დაყრდნობით რუსული მედია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დაპირისპირება ტურისტების მხრიდან რუსულ ენაზე ლაპარაკის გამო მოხდა. ასეთი განცხადება თავად დაზარალებულმა ტურისტებმაც გააკეთეს. ყველა რუსულ გამოცემაში ხაზგასმულია, რომ ქართველების გაღიზიანება გამოიწვია აევნიდან რუსულ ენაზე ლაპარაკმა. თუმცა ქორწილის მონაწილეები ამ არგუმენტს უარყოფენ. რა მოხდა ქორწილის მსვლელობისას გამოძიების დასადგენია. ძალადობა სახეზეა და იურისტები მიიჩნევენ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის ფართო კონტექსტის გათვალისწინება საერთაშორისო პრაქტიკაა და აუცილებელია. იურისტი საბა ბრაჭველი გვესაუბრება თბილისიდან.
საბა მოგესალმებით. ჩვენ ვნახეთ ძალიან მძაფრი დისკუსია ქართულ საზოგადოებაში კახეთის სასტუმროში ინციდენტთან დაკავშირებით და საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი რაღაც გამართლებასაც კი უძებნის ძალადობის ფაქტს. როგორ ფიქრობთ, რომელიმე ასეთ უშევხედავთ საკითხს, რომელიმე მხარე სტრასბურგის სასამართლომდე თუ მივა, როგორ გაგრძელება შეიძლება კონდეს ამ საქმეს? ოგარანში მომხდარი ინციდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება სტრასბურგის სასამართლოში, თუ სახელმწიფო არ გამოიძიებს სრულყოფილად აი ამ შემთხვევას და არ დასჯის ყველა მხარეს ისე, როგორც ეს საჭიროა. მათ შორის არც უფრო მკაცრად და არც უფრო მსუბუქად, ვიდრე ეს არის საჭირო. მაგალითისთვის ჩვენ ვხედავთ ფოტო და ვიდეო მასალიდან, რომელიც ვრცელდება, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთმა კონკრეტულმა მხარემ, მათ როგორც ამბობენ, მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური, ისე მატერიალური ზიანი მეორე მხარეს, ესეც საჭიროებს შეფასებას, რაც როგორც ხედავთ, ჯერ აქამდე არ მომხდარა. მეორე მხარე კი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფით გამოირჩა, რაც ასევე საჭიროებს შეფასებას, თუმცა საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ამიტომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში თუ განახორციელებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას, მაშინ ეს საქმე სტრასბურგში არ მოხდება. სხვა მხრივ კი ორივე მხარე შეიძლება იდაოს იმაზე, რომ სამართალმა, შიდა ეროვნულმა სამართალმა მათი უფლებები ჯეროვნად ვერ დაიცვას. საბა, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს მნიშვნელობა მოცემულობას, როდესაც ძალადობრივი დანაშაული და დაპირისპირება ხდება ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტის სახელმწიფოდან ჩამოსულ ადამიანებთან? პირველ რიგში კონტექსტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კონტექსტის გარშე არ არსებობს არც კანონის წაკითხვა, არც მისი პრაქტიკაში აღსრულება. მაგალითისთვის ერთი კონკრეტული კანონი შეიძლება არსებობდეს ამერიკაშიც და საქართველოშიც, მაგალითად აგენტების კანონი, სადაც ერთ ქვეყანაში ეს კანონი იცავს დემოკრატიას, მეორეში კი ანგრევს. ანალოგიური ვითარება გვაქვს აქაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კონტექსტს, როდესაც კონფლიქტში მონაწილეობენ ქართველი და რუსი, თუ ქართველი და დაუშვათ ავსტრალიელი. თუ ქართველი და რუსი მონაწილეობენ, აქ აუცილებელია და შეუძლებელია მხედველობაში არ მიიღოს სამართალ წარმოების რომელიმე მხარემ, რომ ამ კონფლიქტს ახლავს მათ შორის ოკუპაციის, კოლონიალიზმის და ასე შემდეგ დიდი გამოცდილება. თუ ეს იქნებოდა მხოლოდ ყოფით ნიადაგზე განხორციელებული ჩხუბი, ამ შემთხვევაში ცხადია, ქალზე ძალადობა იქნებოდა უფრო წინამდებარე კონტექსტი და ამ შემთხვევაში შეფასება იქნებოდა კიდევ უფრო მკაცრი. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა აქ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და როგორ ხდებოდა რუსულად მოთხოვნა და ასე შემდეგ ჩაშალეს ფაქტობრივად ქორწილი, ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გარემოებები აი ამ კონტექსტში დაინახოს საქმის წარმოების ყველა ჩვენ ასეთ შემთხვევებს ძალიან ხშირად ვხედავთ უკვე ბოლო დროს. ეხლა შეიძლება ესეთი მძიმე ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსა და რუს ვიზიტორებს შორის ხშირად არის სიტყვიერი დაპირისპირება მაინც. როგორ ფიქრობთ, ეს ასე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ვიზიტორებზე, ასე ვთქვათ, იზრუნებდა ქართული სახელმწიფო და მათ დახვდებოდათ მკაფიო განმარტება, რომ ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ აქ გასათვალისწინებელია გარკვეული პოლიტიკური და ემოციური ფონი. რასაკვირველია სახელმწიფოს დამოკიდებულებას თუნდაც რიტორიკის დონეზე, არათუ პოლიტიკის წარმოების და სხვადასხვა კანონების ან აქტების მიღების შესახებ აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ რასაც ვხედავთ ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს მიმოსვლა აღდგა, მათ შორის საჰაერო გზით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმის შესახებ, რომ აქ დაიცავენ ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებებს, დაიცავენ მათ ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და ასე შემდეგ. და ჩვენ პრაქტიკაში რასაც ვხედავთ, ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენლების, არამედ პოლიციის ხშირ შემთხვევაშიც ყოველგვარი უნარობა აღკვეთოს ამ ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან წესრიგის დარღვევა. შესაბამისად ლოგიკურია, რომ შემდეგ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები ნდობა აქვთ ხელისუფლების მიმართ, მათ შორის პოლიციის მიმართ და ნაკლებად მიმართავენ ისინი სამართალდამცავებს, რომლებიც უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიცია. და ხომ არ ხედავთ უსაფრთხოების გამოწვევა, ხომ არ შეიძლება აქ დავინახოთ, რადგან რუსეთის მოქალაქეთა
რაოდენობა იზრდება და საქართველოს მოქალაქეები კი თავს უფრო დაუცველად გრძნობენ, როგორც პოლიტიკურად და კულტურულად, ისე ეკონომიკურად, სადამდე შეიძლება ეს მივიდეს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს და IDF-ის ანგარიშები აჩვენებდა, რომ რუსეთის მოქალაქეები არ მხოლოდ შემოდიან საქართველოში მასიურად ტურისტული მიზნით, არამედ ისინი მასიურად ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას. თუ დავითვლიდით, ვნახავდით, რომ ყოველ 30 წუთში ერთხელ რუსეთის ერთი მოქალაქე მაინც ყიდულობს საქართველოში მიწის ნაკვეთს, ხოლო 28 წუთში ერთხელ ყიდულობს საცხოვრებელ ბინას. ეს შეუძლებელი არის, რომ აი ამ მასშტაბიდან გამომდინარე არ წარმოადგენდეს სულ მცირე იმ საკითხს, რასაც უსაფრთხოების კუთხით განხილვა დასჭირდებოდა. მით უფრო მეტი არის ამ კუთხით სამსჯელო, როდესაც ჩვენ ვისმენთ არ მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მმართველებისგანაც კი აგრესიულ და ეს მუქარანარევ დამოკიდებულებას იმის შესახებ, რომ აი საქართველოსთან მიმართებით რაღაც საკითხები უნდა გადაწყვიტონ. ქვეყანა ამჟამად არის მოქცეული ერთგვარ იზოლაციაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც იმედიც ჰქონდა 70 წლის განმავლობაში ჩვენივე ხელისუფლება მოიკვეთა და საკმაოდ რთული იქნება იმაზე საუბარი, თუ რამხელა რისკების გამოწვევა შეუძლია და პრაქტიკაში რეალიზება იმ საფრთხეებს, რასაც რუსეთის მოქალაქეების ჩვენ ქვეყანაში ასეთი უკონტროლო შემოსვლა, მიგრაცია და ქონებების შესყიდვა წარმოადგენს. მინდა ასევე იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ვნახეთ დანაშაული გიორგი ჭიღლაძის მხრიდან, როდესაც ის ცემს ტურისტ ქალს, მაგრამ არ გვინახავს ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ მოაწყვეს პროვოკაცია რუსმა ტურისტებმა. იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება ობიექტური გამოძიება, არის იმის შანსი, რომ უფრო დაპირიქით, უფრო დამძიმდეს გიორგი ჭიღლაძის მდგომარეობა. რთული იქნება ამის დადასტურება, მე მგონი, იმიტომ რომ მოქალაქემ და ასე მომღერალმა და სხვებმა თქვეს, ან მოწმეები პირიქით უფრო არსებობენ. მაგრამ თუ ასე დადასტურდა, ამ შემთხვევაში ეს არის 3 წლიანი მუხლი, როგორც თქვენ გაიგებდით. სისხლის კოდექსის მიხედვით 5 წლამდე სასჯელს რაც ითვალისწინებს, ეს ითვლება მსუბუქ დანაშაულად თუ ამ ადამიანს და პირველი წარდგენის ხდომაზე, რომელიც წესით დღეს უნდა გაიმართოს, განსაცდელი იქნება ეს ადამიანი პატიმრობაში უნდა დარჩეს, თუ შესაძლებელი არის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენება. თუ ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ხოლმე არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეს, არამედ წინარე დანაშაული არსებობს თუ არ სხვა გარემოებს და ასე შემდეგ. თუ ამ ადამიანს აქვს სუფთა ისტორია, ესე რომ ვთქვა, თუ ეს არის მისთვის პირველი ბრალდება, საერთოდ სამართლებრივი დანაშაულის არა დიდი ესე რომ ვთქვათ სიმძიმიდან გამომდინარე თავისუფლად შესაძლებელი იქნება მის მიმართ გირაოს გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ არ დადასტურდეს, რასაც ეს ადამიანი ამბობს. და შემდეგ, როგორც ესეთ საქმეები, როგორც მიდის ხოლმე, გირაო ითვლება სისხლსამართლებრივ ჯარიმად და მოკლედ პატიმრობის გარეშე ამთავრებს ადამიანი მიუხედავად გამომწვევებელი განაჩენის. დიდი მადლობა, ეს იყო საბა ბრაჭველი თბილისიდან. დღეს ჩვენ ამით ვასრულებთ, დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.